რამდენი პროცენტია მართლმადიდებელი მსოფლიოში? ძალიან პატარა პროცენტია. მილიარდზე მეტია, ყველაზე მეტია კათოლიკები, მერე არიან მუსულმანები, ბუდისტები, მართლმადიდებელი რაღაც 300 მილიონამდე არიან. რაღაც თქვათ 10%. 5 მილიარდში თუ 6 მილიარდში, 10% ვთქვათ, ხო? ამ 10%-დან ყველა ცხონდება? თქვათ, აი კაცრად გავუყვეთ მართლმადიდებლობა. ყველა არ ცხონდება, როგორც ცხონდება, კაცო მართლმადიდებელია, ეგრევე აუპატიურებდა ციხეში ხალხს, ხო? მართლმადიდებლები ქვია ყველას. ეხლა რამდენი პროცენტია ეს ეკლესიაში რო დადის? 2%-ია. დღესაც ესია 100%-დან არის 2%, რომელიც ეზიარება 3%. ეხლა თქვათ ესეთი რამე, რომ თქვენ ხართ რაღაც საქმეს აკეთებთ. საქმიანი ხალხი ხო ხართ, თქვათ. და თქვენი გაკეთებული საქმის 2% გამოვიდა. თქვენი გაკეთებული საქმის ვინ ხართ ახლა თქვენ? კარგი სპეციალისტი ხართ ამ საქმეში? ჰა? და რა ვქნათ ახლა ჩვენ რა ვთქვათ? ამ ხრივ რა? როგორ მერც უნდოდა რაღაცე აჩენდა 4 მილიარდ კაც თუ 2 კაცის ცხონება უნდოდა. აი ხო ხდები არის ეს კითხვები. წმინდა წერილი გვასწავლის, უფალო, უკეთ უმცირედ არიან ცხონებულნი, ხოლო თავად მორქვა მათ, იღვაწეთ შესვლად, იწრო ისინისგან კარისა, ხოლო გეტყვით თქვენ, მრავალნი ეძიებდეს შესვლად და ვერ ეძლევენ. ლუკას ახარების 13:23. შევედით იწროისგან ბჭისა, რამე თუ ვრცელას ბჭე და ფართოას გზაი, რომელსა მიხავს წარსაწმენდელად, და მრავალი ვლენან მას ზედა. ვით არ იგი იწრო არს ბჭე და საჭიროა გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას. მათეს სახარების მე-7:13. ხოლო გეტყვით თქვენ, არავინ მათ კაცთაგან გემოიხილოს სერობისა ამის ჩემისა, რამე თუ მრავალ არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ლუკას სახარების მე-14:24. ნუ გეშინი მცირესა მაგას სამცოსა, რამე თუ სათნო იყო მამამან თქვენმან, ზეცათამან, მოცემათ თქვენ და სასუფეველი. ლუკას სახარების მე-12:32. ამრიგად, წმინდა წერილი გარკვევით გვამცნობს, რომ სამწუხაროდ წარწმენდილთა რიცხვი დიდია, ცხონებულთა რიცხვი კი მცირე. რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.